კი საღამოს 6-ის მერე არ იკვებები და წონაში მაინც ვერ იკლებ, ეს ვიდეო შენთვის არის. ალბათ ყველას გაგვიგია წესი 6-ის მერე არ შეჭამო და წონაში დაიკლებო. ხოლო სამედიცინო რეალობა ასეთია. წონაში კლებას განსაზღვრავს არა საათები, არამედ კალორიული დეფიციტი. ამიტომ თუ კი შენ დილით 9 საათზე მიირთვი დიდი ულუფებით საკვები, ხოლო 6-ის მერე არაფერი არ მიირთვი და დღის განმავლობაში დახარჯე ნაკლები კალორია, ვიდრე მიიღე, რა თქმა უნდა, წონაში ვერ დაიკლებ. ამიტომ შეგიძლია 6-ის მერე მსუბუქად მიირთვა და დახარჯო მეტი ენერგია დღე-ღამის მანძილზე, ვიდრე მიიღე საკვებისგან მთელი დღის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გააგრძელებ წონაში კლებას. საერთოდ საიდან წარმოიშვა ეს მითი? ადამიანები როგორც წესი საღამოს მიირთმევენ დაღლილები დიდი ულუფებით, ცხიმიან საკვებს, ტკბილ საკვებს და ფიზიკური აქტივობაც ნაკლებია. ამდენად არღვევენ კალორიულ ბალანსს. რეალურად როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ? ძირითადად მიირთვი ბოსტნეული, ცილა და ჯანსაღი ცხიმი. ბოლო კვება იყოს მინიმუმ 2-3 საათით ადრე დაძინებამდე. წონაში კლებას არა აქვს საათი, მას აქვს კალორიული ბალანსი. მეტი სამედიცინო რჩევებისთვის გამომიწერე.